მუჭა ნახევარი მარილი. ქართული ხალხური ზღაპარი. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო. ერთ სოფელში ღარიბი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ცხოვრობდაო ვიტყვით, თორე მამათყოფას რა ცხოვრება ეთქმოდა. საჭმელი იმათ არ გააჩნდათ და სასმელი. ერთი სიტყვით, სულ სიქით არაფერი აბადიაო რომ იტყვიან, სწორედ ისეთები იყვნენ. ერთ დღეს მიკრიფ-მოკრიფეს და როგორც იქნა, ერთი მოხარშვა ლობიო მოაგროვეს. ლობიო კი შემოდგეს ცეცხლზე, მაგრამ მარილი ერთი მწიკვიც აღარ აღმოაჩნდათ, რომ შეჭამანდისთვის ექნათ. ცოლმა უთხრა ქმარს: "წადი ქალაქში. წაიღე თუ რამე გროშები გაქვს და იქნებ ერთი მუჭა ნახევარი მარილი მაინც იყიდო." "წასვლით კი წავალ," უთხრა ქმარმა თავის ქექვით, "მაგრამ რამდენი ვიყიდო დამავიწყდება. ამოდენა გზაზე როგორ დავიხსომო?" "გზაზე სულ მუჭა ნახევარი იძახე და აღარ დაგავიწყდება," ურჩია ცოლმა. გზის პირას ერთი კაცი ყანას თესავდა და თესლის ყოველ გადაბნევაზე 100 ამბობდა. გაიგონა მთესოლმა ამ ღარიბი კაცის ყვირილი და ცეცხლი მოეკიდა. "მე იმას ვითხოვ, რომ 1000 მომივიდეს, ეს ბრიყვი კი მუჭა ნახევარს გაიძახისო. დადო ხორბლიანი ხურჯინი და ერთი მაგრად მიბეგვა." "რა დაგიშავე, რაზე მცემ?" კითხა კაცმა. "იმიტომ გცემ, რომ ღირსი ხარ," უპასუხა გლეხმა. "მე ღმერთს 100 ვთხოვ, შენ კი მუჭა ნახევარს გაიძახიო. მაშ რა უნდა მეთქვაო?" "უნდა გეთქვა 1000 და მადლობასაც გეტყოდი," უთხრა მთესოლმა. "კარგი, ამის შემდეგ ასე ვიტყვი," უთხრა კაცმა და წავიდა. მიდის ქალაქისკენ და გაიძახის 1000. გზაზე მკვდარს მოასვენებდნენ. გაიგონეს კაცის სახელი ჭირისუფლებმა მისდგნენ და ერთი კარგა მიბერტყეს. შეოხერო და მუდრეგო, ეს ერთი მკვდარი არ ყოფნის, რომ ახლა 1000-აც არ აგვიხდესო? "მაშ როგორ უნდა მეთქვა?" კითხა კაცმა. "როგორ და ღმერთმა აცხონოსო და ჩვენც პატივით გაგისტუმრებდითო." "კარგი, აწი, სულ ასე ვიტყვი," უთხრა კაცმა და წავიდა. მიდის ქალაქისკენ და გაიძახის ღმერთმა აცხონოს. გზაზე მაყრიონი შემოხდა. მოჰყავთ პატარძალი და მოიმღერია. გაიგონეს ამ კაცის სახელი მთრალმა მაყრებმა და მათრახებით სულ თავპირი ჩამოალეწეს. "შე მამაო ხრიშვილო, პატარძალი მიგყავს ბედნიერებასა და სიცოცხლეზე მღერით და საცხონებელს აქ რას ახედავო?" "მაშ რა უნდა მეთქვა?" კითხა კაცმა. "როგორც მასწავლეს, ისევ ამბობ." "ვინც ეგ გასწავლა, ისიც შენაირი მუდრეგი იქნება," უთხრეს მაყრებმა. "ცხონება კი არ უნდა თქვა, უნდა მოსულიყავი ახლოს. მოგეხადა ქუდი და ხმამაღლა გეყვირა, გაუმარჯოს." "კარგი, აწი, სულ ასე ვიზამ," თქვა კაცმა და გაუდგა გზას ქალაქისკენ. მიდის და რაც ძალი და ღონე აქვს გაგკივის, გაუმარჯოს. გზაზე ერთი მონადირე ირემს ეპარებოდა. ის იყო თოფი უნდა ესროლა, რომ ირემმა გაიგონა კაცის ყვირილი და დამრთხალი ტყეში შევარდა. მოტრიალდა გაცეცხლებული მონადირე და ურტყა თოფის კონდახი ბეჭებში. "შე სულ ძაღლიშვილო, რა ჭირი გაღრიალებს, მთლემარე ხარირემი რატომ დამიფრთხეო?" "მაშ რა უნდა მეთქვა?" კითხა კაცმა. "არაფერიც არ უნდა გეთქვა," უთხრა მონადირემ. "დაღუნულიყავი და ჩუმად გაგევლო. ახლა ირემი მოკლული მეყოლებოდა და კარგ მწვადებსაც გაჭმევდი." "კარგი, ამის შემდეგ ხმას აღარ ამოვიღებ და სულ მოღუნული ვივლი," თქვა კაცმა და წავიდა. მიდის ქალაქისკენ წელში მოღუნული და თან ღობე-ყორეს ეფარება. ერთ კაცს ფულიანი ქისა დაკარგოდა და დაეძებდა. დაინახა მოღუნული კაცი, დაიჭირა და უთაქა. "თუ ჩემი ფულიანი ქისა შენ არ იპოვე, მაშ ღობე-ყორეს რას ეფარებიო?" კაცმა დაიფიცა, არ მიპოვიაო და ფულის პატრონმაც დაანება თავი. "აბა რა ვქნა, როგორ ვიარო ან რა ვთქვა?" კითხა კაცმა. ქისის პატრონს თავისი ფულები აწუხებდა და კაცის დარდი სულაც არ აქონდა. ჯანდაბამდისაც გივლია და ის გითქვამს, რაც ჯერ არავის უთქვამს. მიაძახა და ქისის საძებნელად წავიდა. დარჩა კაცი ადგილზე და აღარ იცის როგორ მოიქცეს. ამდენ ხათაბალაში ცოლის დანაბარებიც დაავიწყდა და შინ ხელცარიელი დაბრუნდა. გაბრაზდა ცოლი. რატომ მარილი არ მოიტანეო და რაც ხალხმა დააკლო, თვითონ დაუმატა. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.